მოკლედ UFC 328 უკვე კარს მოგვადგა. ხამზა ჩიმავები პირველად იცავს კამარს შონ სტრიკლანდის წინააღმდეგ. და ნება მომეცით გითხრათ, ეს არის ძალიან საინტერესო დაპირისპირება, როგორც ხამზატისთვის, ისე შონისთვის. და რა თქმა უნდა, თავად საბრძოლო პერიოდი, ორივე ბევრს ლაპარაკობს, როგორც შვევიათ ხოლმე. ხამზა ჩიმავები საშიში კაცია ოქტაგონშიც და მის გარეთაც. ის არ არის ისეთი ადამიანი, ვისთანაც ხუმრობა ღირს. ეს ჩეჩენი ბიჭები, მათ სულ ხედავ ხოლმე სანტოსის სტუდიაში. ძალიან სერიოზული მოთამაშეები არიან და ძალიან ძვირფასი მანქანებით დადიან. საუბრობ ლამბორჯინებსა და როლს-როისებზე. საუკეთესო ავტომობილებით გადაადგილდებიან. მაგრამ მეორე მხარეს ყავს შონ სტრიკლენდი, ალბათ რომელიმე ძველი ტოიოტათი დადის ნიუპორტ ბიჩზე. სულ სისულელეებს ლაპარაკობს და ამბობს: "ჰეი, შენ თქვი რომ თუ დამინახავდი, იქვე მცემდი. თქვი რომ ქუჩაში თუ შემხვდებოდი, მოუკვდებოდი. აგერ ვარ ნიუპორტ ბიჩზე და საერთოდ არ გამოჩენილ ხარ." მოკლედ სტრიკლენდი ძალიან ბევრს საუბრობს. ასევე გავიგე რომ ის ჩეჩენი ბიჭები ლას-ვეგასში დარბოდნენ და შონს ეძებდნენ. მისი მოკლა უნდათ. შონს ალბათ დაცვა სჭირდება, მაგრამ ის ამბობს: "არა, ფეხებზე მკიდია იარაღი მოხსო. მოდით ჩემს სახლში. მობრძანდითო."